ისრაელის წინაშე არსებული საფრთხეები მხოლოდ ღაზიდან ან ლიბანიდან აღარ მოდის. ისინი მრავლდება ისეთი გზებით, რაც ყველას უნდა აღელვებდეს. ამ კვირაში ირანის მხარდაჭერილი დრონების საფრთხეები ისრაელის მოსახლეობის ცენტრებთან უფრო ახლოს მივიდა და გაჩნდა ახალი კითხვები იმის შესახებ, თუ ხომ არ უგულებელყოფს მსოფლიო იმ წაქეზებას, რომელიც ტერორის შემდეგ ტალღას აღვივებს. მოდით განვიხილოთ ამბები, რომლებზეც ყველამ უნდა ისაუბროს. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. Judea Occasion-ზე, აქ JNS TV-ზე. ამ კვირაში ისრაელში ებრაელები აღწერეს როგორც კალიები, ჭირი და ქეცი. და ვინ იყო ამ ანტისემიტური კომენტარების ავტორი? Palestinian administration's ოფიციალური პირები. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო პალესტინის Media Watch-ისგან. სიონისტები პალესტინაში მოვიდნენ როგორც კალიები, მოვიდნენ როგორც ჭირი, მოვიდნენ როგორც ქეცი, მთები და ხევები გაავსეს, ბავშვები და მოხუცები მოკლეს. შაინუმაი. ეხლა პალესტინის Media Watch-ი ამბობს, რომ მთელი ჯგუფის ასეთი დეჰუმანიზაცია საშიში და მუქარის შემცველია და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ზიზღისა და მტრულობის გამოწვევას, არამედ ძალადობის გამოყენების მზადყოფნის შექმნასაც. მათ დაამატეს, რომ ესეთი დეჰუმანიზაციის ენა შეიძლება მომაკვდინებელი იყოს, როგორც ებრაელებმა ძალიან კარგად იციან ნაცისტური გერმანიიდან და მე-20 საუკუნის ევროპიდან. იქ ებრაელები წარმოაჩენდნენ როგორც მიკრობი და გადამდები ვირუსი, რომელიც მთელ მოსახლეობას ემუქრებოდა ინფიცირებით. ისინი იქცნენ ებრაულ პრობლემად, რომლის აღმოფხრაშიც ძალიან ბევრი გერმანელი მზად იყო დახმარებოდა. მეგობრებო, მინდა რაღაც გავიგო. თუ ასეთი კომენტარები გაკეთდებოდა შეერთებულ შტატებში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, ყველა გონიერ ადამიანს გააკრიტიკებდა ამას და იტყოდა, რომ ეს აშკარა ანტისემიტიზმია, ებრაელების სიძულვილი. თუ მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ასეთ რამეს იტყოდა, ხალხი მის გათავისუფლებას მოითხოვდა. ამიტომ ჩემი შეკითხვაა ამ კვირაში. რატომ ეპატიება ეს აქ პალესტინის ადმინისტრაციას? მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ისრაელმა მათთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი. სინამდვილეში უნდა ვთქვა, ყალბ სამშვიდობო შეთანხმებას. სად არიან ყველა ლიბერალი მომიტინგე კოლუმბიაში ან სხვა რომელიმე უნივერსიტეტში? სად არიან მთავრობის წარმომადგენლები აშშ-ში, ევროკავშირში და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით აქ, ისრაელში? რატომ უსხლტება პალესტინის ადმინისტრაციას ისევ და ისევ პასუხისმგებლობა მათი ანტიებრაული წაქეზებისა და სიძულვილის გამო? საკმარისია უკვე. ისინი ყოველდღიურად ავრცელებენ ამ ყველაფერს თავიანთ ოფიციალურ მედია საშუალებებში. რატომ არის ეს გასაკვირი? თუ პალესტინის ადმინისტრაციის ქვეშმყოფი არაბი ტერორისტულ თავდასხმას ახორციელებს, ეს არ უნდა იყოს გასაკვირი. მათ ასწავლიან, რომ ებრაელები ჭირია როგორც კალიები. ეს გვესმის? მე არ ვამართლებ მათ, ვინც ამ თავდასხმებს ახორციელებს, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ეს იწყება სახლში ტვინის გამორეცხვით. იქნება ეს ტელევიზორში, გაზეთებში და დიახ, ყველაზე ცუდად განათლების სისტემაში. პალესტინის ავტონომიის ბავშვების შემდეგი თაობა იზრდება ისრაელისა და ებრაელების სიძულვილით. რამდენ ხანს დავხუჭავთ ამაზე თვალს? ვიფიქრებდი, რომ 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ და იმ ხოცვა ჟლეტის შემდეგ პალესტინის ავტონომიის პროპაგანდის არხები დაიხურებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. სინამდვილეში მე ვფიქრობდი ჯერ კიდევ 2000 წელს, როცა წაქეზებამ მთელი ომი გამოიწვია ისრაელის წინააღმდეგ, ოსლოს ომი, რასაც ზოგი მეორე ინტიფადას უწოდებს, რომ სიძულვილის ქარხნები დაიხურებოდა. მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ ეხლა ყველას გეკითხებით. რა უნდა მოხდეს, სანამ ისრაელი ამ ნაცისტური ტიპის პროპაგანდის მანქანას არ დახურავს? თუ მსოფლიო დუმს, ჩვენ რას ვაპირებთ აქ ისრაელში? ჩვენ გვაქვს საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი მთავრობა. როგორ და როდის შეწყვეტენ ამას? იქნებ იქ სადღაც სწორი ადამიანი ნახავს ამ სიუჟეტს და დაეხმარება ცვლილების შექმნაში. მართლა იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება. ეხლა მოდით კიდევ ერთ ანგარიშს გადავხედოთ ამ კვირაში პალესტინის Media Watch-ისგან. PMW ამბობს, რომ პალესტინის ავტონომიის ჯანმრთელობის სამინისტრო იუწყება, რომ ათასობით პაციენტის სიცოცხლე საფრთხეშია ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც კოლაფსის ზღვარზეა პალესტინის ავტონომიის ფინანსური კრიზისის გამო. და საერთოდ, რატომ არის ფინანსური კრიზისი? როგორც PMW ამბობს, პალესტინის ავტონომია მუდმივად აგრძელებს ტერორისტებისა და მკვლელების ფინანსურ დაჯილდოებას.
მათი მკვლელობისთვის ანაზღაურების პროგრამის მეშვეობით. მაშინ, როცა საზოგადოების სხვა ნაწილები, მათ შორის ქრონიკული დაავადებების მქონე პალესტინელები, კიბოთი დაავადებულები და ინტენსიური თერაპიის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არიან. მოდით გადავიდეთ ამ ვიდეოზე. ჯანმრთელობის სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე ფინანსური კრიზისი უკვე შეეხო ჯანდაცვის სექტორის ყველა კომპონენტს, დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის სახელმწიფო, საზოგადოებრივ, საერთო და კერძო საავადმყოფოებს, ასევე მედიკამენტებისა და სამედიცინო მოხმარების საშუალებების მომწოდებლებს. ვალების დაგროვებისა და გადახდების არარეგულარულობის შედეგად. ასობით სახეობის აუცილებელი მედიკამენტი და სამედიცინო მოხმარების საშუალება კრიტიკულ დონეზეა ამოწურვის მხრივ, მათ შორის სიცოცხლის გადამრჩენი პრეპარატები, ონკოლოგიური მედიკამენტები და ჰემოდიალიზის ძამლები, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის სერვისების უწყვეტობას. ჯანდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხის თანხების გაგრძელებული დაბლოკვა პირდაპირ აისახება პაციენტების სიცოცხლეზე, საფრთხეს უქმნის მკურნალობის უფლებას და უსაფრთხოებას. ისინი მოითხოვეს სასწრაფო საერთაშორისო ჩაარევას და პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სისტემის კოლაფსისგან გადარჩენაზე. PMW აცხადებს, რომ პალესტინის ადმინისტრაციამ თავად ჩაიგდო თავი ამ კრიზისში, რადგან კატეგორიულად უარს ამბობს ტერორისტებისა და მათი ოჯახებისთვის მილიონობით დოლარის გადახდის შეწყვეტაზე. ამით ის აიძულებს ისრაელს შეაჩეროს გადასახადების გადარიცხვა იმავე ოდენობით, რამდენსაც პალესტინის ადმინისტრაცია ხარჯავს ტერორისტების დაჯილდოებაზე. პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ისრაელის ეს პრაქტიკა პალესტინური გადასახადების სრული ჩამორთმევა პირდაპირ გავლენას ახდენს პაციენტების სხდომების ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, პალესტინის ადმინისტრაცია ისრაელს დაადანაშაულებს კრიზისში, მაგრამ გამოტოვებს იმ ნაწილს, რომ ეს ფული მთლიანად ტერორისტებისა და მათი ოჯახებისთვის გადადის ებრაელების მკვლელობისთვის. სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია. შეწყვიტეთ ტერორისტებისთვის გადახდა და დაიწყეთ თქვენი ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მაშინ კრიზისი დასრულდება. მაგრამ ეს მთავარი პრიორიტეტი არ არის. პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ არაერთხელ ნათლად თქვა, რომ მთავარი პრიორიტეტი არის იმ ადამიანებისთვის გადახდა, ვისაც ისინი მოწამეებად მიიჩნევენ, ანუ მათთვის, ვინც ისრაელები მოკლა. დადგა დრო, რომ სოფლიო საზოგადოებამ ჩაერიოს და პალესტინის ადმინისტრაციას მოსთხოვოს, შეწყვიტოს ტერორიზმის წახალისება და დაიწყოს საკუთარი ხალხის პრობლემებზე ზრუნვა. ალბათ ეს არ მოხდება. რადგან უკვე 30 წელზე მეტია, რომ ამდენი ადამიანი უგულებელყოფს პალესტინის ადმინისტრაციის კორუმპირებულ პოლიტიკას. გავაგრძელოთ Ynet News-ის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა გამოავლინეს ირანის მცდელობები ლიბანიდან იუდეასა და სამარიაში საბრძოლო დრონების გამოყენების გაფართოების მიზნით. Ynet იტყობინება, რომ ამ რაიონის მახლობლად მდებარე თემების მაღალი რანგის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა Ynet-ს განუცხადეს, რომ ბოლო დროს ათობით დრონი იქნა აღმოჩენილი და სამხედროების მიერ ჩამორთმეული. ამავე დროს, ადგილობრივი უსაფრთხოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი დრონებით თავდასხმის შესაძლებლობისთვის ემზადებიან. ერთმა უსაფრთხოების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაფინანსებაა საჭირო სადეტექციო სისტემებისთვის, რათა მისი მთელი სექტორი კონტროლდებოდეს, ასევე სისტემებისთვის, რომლებიც დრონების ჩამოგდებას შეძლებენ. მან თქვა, რომ ეს სისტემები უნდა განთავსდეს გამყოფი ხაზის გასწვრივ, ანუ ისრაელის 1967 წლამდე არსებულ ტერიტორიასა და პალესტინის ადმინისტრაციის კონტროლირებად ზონებს შორის, რადგან, ციტირებ, ჩვენ ქვეყნის წინა ხაზზე ვდგავართ. ასე რომ განმარტოთ, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თემები ახლა შეშფოთებულნი არიან, რომ ირანი შესაძლოა ცდილობდეს საბრძოლო დრონების შეყვანას მათ ტერიტორიებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ გაქვთ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ქფარ-საბა და როშ-ჰაინი, თელ-ავივის გარეთ, მის მახლობლად. ისინი სულ რამდენიმე მილით არიან დაშორებულნი სოფლებიდან, რომლებიც პალესტინის ავტონომიის კონტროლქვეშაა. შიში იმაში მდგომარეობს, რომ ამ სოფლებიდან შეიძლება გაუშვან მსგავსი დრონები, როგორიც ლიბანში გამოიყენეს ისრაელის მთავარ დასახლებულ ცენტრებზე. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებს ძალიან კარგად ესმით, რამდენად საშიშია ეს დრონები. გარდა ამისა, გავიხსენოთ, რამდენი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჯრა და დღემდე ამ ტიპის დრონების საფრთხის წინაშე დგანან. რაც არ უნდა მძიმე იყოს ვითარება ჩრდილოეთში, რა მოხდება თუ ერთ დღეს ჩვენი მთავარი ქალაქები და საერთაშორისო აეროპორტი დრონების თავდასხმის სამიზნე გახდება. ჩვენ ნახეთ, რამდენად რთულია ამ დრონების მოგერიება ჩრდილოეთში, საზღვარზე და სამხრეთ ლიბანში. და რომ განმარტო, საქმე საერთოდ არ უნდა მივიდეს იქამდე, რომ ეს ქვეყნის ცენტრში მოხდეს. სხვა სიტყვებით რომ თქვა, ჩემი აზრით, ჩრდილოეთი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრი. ცენტრი მაგრამ რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაოდენობებით, ქვეყნის უმეტესობა ცხოვრობს სანაპირო ზოლში, გადარასა და ჰადერას შორის, ზღვისპირა ხაზზე.
ვიცი, რომ ისრაელი მუშაობს ამ პრობლემის გადაჭრაზე, მაგრამ ეს არ არის საფრთხე, რომელსაც უბრალოდ შეიძლება ხალიჩის ქვეშ მივაჩქმალოთ. ნიშნულოვანია, რომ ეს საკითხი ჩვენს ყურადღებას ამ სტატიით მიიპყრო. ვიმედოვნოთ, რომ ისრაელი გამოსავალს იპოვის, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება. და ზუსტად ამ დროს, რეალობა, თუნდაც დრონები არ გავითვალისწინოთ. ისრაელის პოლიციის ინფორმაციით გასულ შაბათს ღამით, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა სამარიის ქალაქ შხემში 3 არაბი ტერორისტი დააკავეს, მათ შორის 2 ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული. ისრაელის უსაფრთხოების სააგენტოს შინ ბეტის ხელმძღვანელობით. საზღვრის პოლიციის ფარული დანაყოფები მოქმედებდნენ აქსარში და რას ალინში, სადაც ძალებმა ერთდროლებმა ერთდროულად 2 ადგილი დაარბიეს, ტერიტორიები გააკონტროლეს და ეჭვმიტანილები ინციდენტის გარეშე დააკავეს. ქალაქში ჩატარებული ცალკე ოპერაციის დროს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო მასალების ფლობისთვის. უსაფრთხოების ძალებმა ადგილზე დიდი რაოდენობით ვაზნები და ბომბების დასამზადებელი აღჭურვილობა ამოიღეს. ეხლა მეგობრებო, ეს მხოლოდ ერთი ღამეა ქვეყნის ერთ რეგიონში. ისრაელის თავდაცვის ძალები, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ამით დღეღამეში 24 საათი, კვირაში 7 დღე დაკავებულნი არიან. მოდით გადავიდეთ ამ კვირის პოზიტიურ სიახლეებზე. სამარიის რეგიონული საბჭო და ამანა მოძრაობა უკვე ამზადებენ ნოას დასახლების დაარსებას, მთავრობის დამტკიცების მოლოდინში. დამფუძნებელმა ოჯახების ჯგუფმა პირველად მოინახულა ადგილი, სადაც ნოას დასახლება იქნება. სამარიის რეგიონულ საბჭოსა და ხელმძღვანელ იოსი დაგანთან ერთად. თემი აშენდება განიმისა და კადიმის მახლობლად, რომლებიც 2005 წლის სამარიის ჩრდილოეთიდან განდევნის დროს იქნა ევაკუირებული. ეს თემები დაგეგმილია ხელახლა დაარსდეს ამ ზაფხულს. ნოას მომავალი მცხოვრებლები დაათვალიერეს ტერიტორია, გამართეს პირველი შეხვედრა, როგორც დამფუძნებელი ოჯახების ჯგუფმა და დაიწყეს პრაქტიკული მზადება ახალი თემის დასაარსებლად. იოსი დაგანმა ჯგუფს უთხრა: დაიმახსოვრეთ ეს დღე, ჩვენ ერთად ვქმნით ისტორიას. ნოა იქნება მნიშვნელოვანი, დიდი თემი, მრავალრიცხოვანი მოსახლეობით. ის გახდება ცენტრალური თემი განახლებულ ჩრდილოეთ სამარიის რეგიონში. ებრაული თემების დაარსება, მეგობრებო, ჩვენს წინაპართა ბიბლიურ სამშობლოში ყოველთვის დადებითი მოვლენაა. სოფლიო საზოგადოება, განსაკუთრებით ევროკავშირი, გაგიჟდება, როცა ებრაელები აშენებენ იუდიაში, მაგრამ რატომღაც ფიქრობენ, რომ მხოლოდ არაბებს შეუძლიათ იქ მშენებლობა. რატომ უჭერდა ევროკავშირი უკანონო არაბულ მშენებლობას მხარს, ზონაში თითქმის 200 წლეულის განმავლობაში. ისრაელს აქვს სრული უფლება დაარსოს ახალი თემები. ეხლა ვიცი, რომ იუდიასა და სამარიაში ამ მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში 103 ახალი თემის აშენება დაამტკიცა. არ გვჭირდება ბოდიშის მოხდა. პირიქით, უნდა ვიამაყოთ, რომ ახალი სახლები, ახალი ებრაული სახლები შენდება ისრაელის ყველა ნაწილში. გავაგრძელოთ აქ. მოძრაობა რეგავიმი აცხადებს, რომ ჰებრონის რაიონში არალეგალურად მოქმედი ქვის ქარხნები აბინძურებენ წყლის წყაროებს, აჭუჭყიანებენ ნაკადულებს, აზიანებენ სოფლის მეურნეობას, საფრთხეს უქმნიან ველურ ბუნებას და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს სამხრეთ ისრაელში. რეგავიმმა და გარემოს დაცვითმა სადამკვირვებლებლო ორგანიზაციამ Green Now სარჩელი შეიტანეს უზენაეს სასამართლოში და ახლა სასამართლო სახელმწიფოს განითხოვს პასუხებს იმის შესახებ, რატომ ვერ აღასრულა კანონი ამ არალეგალური ქარხნების წინააღმდეგ. რეგავიმი აცხადებს, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი იმდენად მასშტაბურია, რომ აღდგენის ხარჯები 100 მილიონ შეკელს მიაღწევს. ქარხნები, რომლებიც მუშაობენ ნებართვების ან გარემოს დაცვითი ზომების გარეშე, ინდუსტრიულ ნარჩენ წყალსა და ქვის ტალახს ასხამენ ჰებრონის მდინარეში. ამის შემდეგ ის მიედინება ბეერ-შევას მდინარეში და ბესორის აუზში. ტოქსიკური ნივთიერებები ჟონავს მიწისქვეშა წყლებში, არღვევს ეკოსისტემებს, აზიანებს მცენარეულობასა და ველურ ბუნებას და საფრთხეს უქმნის ახლომდებარე თემებს. მოსარჩელეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მაშინ როცა ისრაელში ლეგალური ქვის ქარხნები მკაცრ გარემოს დაცვით რეგულაციებს ექვემდებარებიან, ჰებრონის ქარხნები მუშაობენ ზედამხედველობისა და საბაზისო პრევენციული ზომების გარეშე, რაც იწვევს სერიოზულ გარემოს დაცვით ზიანს და მათ უსამართლო ეკონომიკურ უპირატესობას აძლევს. წლების განმავლობაში გარემოს დაცვის ოფიციალური პირები აფრთხილებდნენ ამ საფრთხის შესახებ, მაგრამ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ პალესტინის ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კანონის აღსრულება შეუძლებელია. თუმცა საველე კოორდინატორების ჩანაწერები აჩვენებს, რომ ქარხნები გაფართოვდნენ C-ზონაში, რომელიც კვლავაც სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშაა.
მაშ, რა გვაქვს აქ? გარემოს დაცვითი ტერორიზმის კიდევ მეტი მაგალითი, რადგან ზუსტად ეს არის. და ამაზე ამ გადაცემაში უკვე თვეებია ვსაუბრობთ. Palestini's administratia მოქმედებს როგორც მესამე სამყაროს ქვეყანა, კვრის ნარჩენებს სადაც უნდა. და სამწუხაროდ, ისრაელი მათ პასუხს არ სთხოვს. ეხლა ჩვენ უნდა ვიყოთ კანონების ქვეყანა და რეგავი მიმოითხოვს, რომ კანონები შესრულდეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს გავლენას ახდენს ტერიტორიებზე, რომლებიც სრულად ისრაელის კონტროლის ქვეშაა, C ზონაში და როგორც აღვნიშნე, ისრაელის სამხრეთშიც. ეს უკანონობა უნდა შეწყდეს. ეს გავლენას ახდენს როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების ჯანმრთელობაზე ისრაელის სამხრეთში და C ზონაში და ამას დაუყოვნებლივ უნდა მიექცეს ყურადღება. და ბოლოს ამ კვირაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააფრთხილა, რომ დაფინანსების სერიოზულმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და სამუშაოების სააგენტოს საამელიც, ცნობილია როგორც UNRWA კოლაფსი. გუტერეშის თქმით, UNRWA-ს წინაშე დგას სერიოზული ფინანსური სირთულეები და ოპერაციული შეზღუდვები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის შესაძლებლობას გააგრძელოს იმედრად სტენდომედე. აუცილებელი მომსახურებების მიწოდება ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე. ეს მათი სიტყვებია, არა ჩემი და უფრო ფართო რეგიონში. გუტერეშმა გასულ კვირას გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ კომიტეტში, რომელიც UNRWA-სთვის ნებაყოფლობით შემოწირულობებს ეხება, განაცხადა, რომ სააგენტო 100 მილიონი დოლარის დაფინანსების დეფიციტის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ გაატარა ფართომასშტაბიანი ხარჯების შემცირების ზომები. ეხლა როცა ვისმენ ამ ამბავს UNRWA-ს დაფინანსების დეფიციტის შესახებ, ვამბობ, კარგია. ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 68 წლის განმავლობაში UNRWA-მ არც ერთი ეგრეთ წოდებული ლტოლვილი და არც ერთი ლტოლვილის შვილი ან შვილიშვილი არ დაუსახლებია. ამის ნაცვლად, UNRWA ამ ადამიანებს სიღატაკეში ამყოფებს, როგორც პაიკებს ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, UNRWA ცუდია როგორც ებრაელებისთვის, ასევე არაბებისთვის. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი ვიცით UNRWA-ს თანამშრომლებზე და მათ კავშირებზე ჰამასთან, ასევე მათ მონაწილეობაზე 7 ოქტომბრის მასაkrში. და შემდეგ არის UNRWA-ს საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ყოველდღიურად აუცილებს ისრაელის საწინააღმდეგო სიძულვილსა და წაქეზებას. ისრაელმა აკრძალა UNRWA-ს საქმიანობა იერუსალიმში, რადგან ისინი რეალურად არ არიან ადამიანის უფლებათა ჯგუფი, არამედ ანტისემიტური და ისრაელის საწინააღმდეგო ორგანიზაცია. ისინი უბრალოდ ადამიანის უფლებების ორგანიზაციის სახით არიან შენიღბულნი და როგორც არაერთხელ მithქვამს, #UNRWA არის ჰამასი. გენერალური მდივანი, რომლის შესახებაც როგორც მე მესმის, ისრაელი არც კი თანამშრომლობს მასთან მისი ანტიისრაელური მიკერძოების გამო. ყველაფერს აკეთებს, რომ ხარი დაუჭიროს UNRWA-ს. გუტერეში არანაირი მორალური კომპასი არ აქვს და ეხლა ცდილობს გადაარჩინოს ეს კორუმპირებული ორგანიზაცია. აშშ-მ უკვე შეწყვიტა მათი დაფინანსება პრეზიდენტ ტრამპის დროს. UNRWA-ს არ უნდა გაეძლიეროს. სწორედ პირიქით, UNRWA უნდა გაუქმდეს ერთხელ და სამუდამოდ. და ამით ვასრულებთ ამ კვირის გადაცემას Judea Occasion-ი JNS TV-ზე. მადლობა ჩვენს პროდიუსერს ბარბარა ჰანამოუს, ინჟინერ Aaron Vogolenters, Zach Sickermans, Ryan Lishitz, სადგურის მენეჯერ Yuri Sveretsky's და ვიდეო რედაქტორ Olga Senatovs. ჩემი სახელია Joe Shawayson, JNS News-ის კორესპონდენტი. აუცილებლად ნახეთ ყველა შესანიშნავი კონტენტი, რომელსაც გთავაზობთ JNS TV. მოგცეთ სუპერ მადლობა და აუცილებლად ეწვიეთ jns.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ევრაული სამყაროდან. შეხვედრამდე, მომავალ კვირას აქ, JNS TV-ის გადაცემაში Judea Occasion-ი.